ნამდვილად ემოციური დღეა. სულ მალე სცენაზე კვლავ ორიგინალური ნომერი შესრულდება, რადგან ჟიურის წინაშე წარსადგენად ადამიანი კაუჩუკი ემზადება. მე ვარ დავით პატარაია, გახლავთ ადგილობრივი თბილისელი, ვარ 45 წლის. საერთოდ მე გახლავთ ორიგინალური ჯვარი მსახიობი, იოგას ვასრულებ კაუჩუკის ნომრებს. მუშაობ 10 წელიწადია თურქეთში. მე მინდა რომ ეს საცირკო ხელოვნება ვაჩვენოს ქართველ მაყურებელს და შეგვაფასონ ჩვენმა მაყურებელმა. და არა იმიტომ რომ ასულები ვიყოთ იქით, საგვაგად და ეს სახელით მოღვაწეობდეთ. მე მინდა ჩემ საქართველოში დავუბრუნდეთ და იყოს აქ. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება? მე გახლავთ დავით პატარაია, საცირკო ხელოვნების შემსრულებელი, ადამიანი, კაუჩუკი ადამიანი, იოგა. და შემოგთავაზებთ აკვარიუმის ნომერს. აკვარიუმის ნომერი რაში მდგომარეობს? ეს არის 50-50-ზე აკვარიუმი. აკვარიუმში უნდა ჩავჯდე მე და შემდეგ იქიდან ამოვიდა. ხოთ? კარიდან უნდა შევიდეთ? მე რა? ანუ წარმოგიდგენია ესე იგი. რა პატარა ფანჯარაში შეიძლება რომ შეძრე? თავი და დანარჩენი ტანი საზავიო. ვაიმე! მოდი აუცილებლად ჩვენც მივიდეთ, ძალიან მაინტერესებს. წავალთ ჩვენ, წავალთ. ბატონო დავით, უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდები და უდავოდ ძალიან ბევრი ნამუშევარი გაქვთ და განსაკუთრებული ნიჭიერი ეს, იმიტომ რომ ეს არა მარტო მუშაობაზეა, არამედ უნარზე და შესაძლებლობაზე. ბრავო. დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი იყო, ეს იყო ძალიან სანახაობრივი ნომერი და მე მგონი ნამდვილად ის რაც სჭირდება ამ პროექტს და თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ დავით, კარგი ნომერი იყო ძალიან, მე მომეწონა, მე ჩვენ გადაწყვეტილება მივიღოთ ხო, ბატონო? თუ არა? თამამად ის ვამბობ. ერთი თამამიკია. საფა? ბუესტები ვანოს თამამად ვამბობ ასევე ის. თქვენ გაქვთ სამი კი? დიდი მადლობა, თქვენ გიდევარ მაყურებელს. კარგად გრძანდებოდეთ. სამი. მეორე ტუში დავით პატარაიას გამოსვლამ დაგვარწმუნა, რომ ნიჭიერი სცენაზე